მოკლედ ჩემმა ძმაკაცმა მოიყვანა ცოლი 2001 წელია. ხორცილი აქვს დიდებული. და ახლა მეხერხებოდა ცოტა ექსპრომტებს წერდი ხოლმე და მეთქი რა ვაჩუქო ისეთი შენო კაი ლექსო დამიწერო მაგაზე კაის ვერაფერს ვერ მაჩუქებოდა ლექსი იწყებოდა ასე სადღეგრძელო დავარქვი სათაურად ძლიერ მახარებს თქვენი ხორცილი ჩემო ალეკო და ჩემო თამარ გისურვებთ უზღო ბედნიერებას ხატულა შვილებს მრავალს და იტაგდალი გძელდება ასე 6-7 კუპლეტია კაი სადღეგრძელოა რა გამოგადგება ხორცილში მოკლედ და როცა თავდება ბოლოს ეს სადღეგრძელო რაღაც ყანწები დავლიოთ დედოფლის და რითმაში რა თქმა უნდა და მოკლედ ამ ლექსი პოპულარული გახდა ეს ლექსი და თამადები ახლა რას აკეთებდნენ ჩემი ძმა ახლობლები რო იყო და დამირეკავდნენ ის ლექსიო რაფერ არის მოგწერეო ტელეფონითო და ხორცილში ვარ დღეს თამადათო და სახელ დაგვარ შეცვლიდნენ სხვა სახელ დაგვარ ჩააკვეხებდნენ შიგნი და ვითომ იმის დაწერილი იყო ზოგი სუხარობდა რომ ჩემი დაწერილია და აბა და ეს გასულია კაი ხანი ამ ამბიდან 2001-ში დავწერე და ახლა 2020 იყო დაახლოებით და მანქანით მივდივარ საჭესთან ვზივარ და ერთ ძმაკაც მირეკავს ბიჭო ის ლექსიო რაფერ არის მომიყევი უნდა დავწერო მეუთხარი არცალია რუზე ვარ მეუთხარი ნუ გამიჭირვეთ მეუთხარი საქმე იძახით ჩემი დაწერილია და მე ხალხი მიძახის შენი კი არაო სვისი ყოფილაო და მაშინ ზუმრა თუ მესიჯი მომწერეო მესიჯი რაფერ მოგწერო მეუთხარი ახლა რომ საჭესთან ვარ მესიჯი რომ მოგწერო ავარიაში მოყვებ აუო ზუმრად გააჩერეო 20 წუთიო ხორცილი იწყებაო თამადავარ და შენ გენაცვალეო და მეუთხარი მე პირველზე სიძე დედოფლიდანმა გაგზალული და დანარჩენ კუპლეტებს მოგწერ და პირველში შენ გადააკეთე რაფერაც გინდათ და ერთ საათში რეკავს გამწარებული ჩავშალე ხორცილი რა მოყევი მეუთხარი ამნაირი ხო და გიორგი ირქმევია სიძეს და ჟუჟუნა დედოფალს და ასე ყვება თურმე ძლიერ მახარებს თქვენი ხორცილი ჩემო გიორგი ჩემო ჟუჟუნა ისეთი სექსი ქონოდეთ ღამით გააყრევინეთ ლოგინს პრუჟუნაო ეს შოუსა და აწი მიდღეს თავშიო რო დავამთავრე ლექსიო ზოგი ტანს უკრავდაო და ერთი კაცს მიყავდაო